ივლისის ბოლოს სავანის მწვანე საძოვრები მტვრად იქცა. სუსტებისა და უღუნოებისთვის მშრალი სეზონი აუტანელია. ბოლო მსხვერპლი ბებერი ჟირაფია. ზოგის უბედურება სხვებისთვის შესაძლებლობას ნიშნავს. ეს წითელნისკარტა შოშიები გვამზე კი არ ნადირობენ, არამედ იმაზე, რაც გვამზეა. ტკიპებზე. ტკიპები სისხლით იკვებებიან და ეს ჟირაფი ასობით სისხლის მწოველი პარაზიტისთვის მასპინძელი იყო. ჟირაფის წამწამებზეც კი ბუდობენ. შოშიები ერთ ჯერზე 100-მდე ტკიპას ჭამენ. ჰაერის თბილ ნაკადში ლეში ჭამიები დაფრინავენ. აფრიკულ სვავებს გვამების სუნი იზიდავთ. მათ გამწმენდ ბრიგადას უწოდებენ. სვავები ტყავს ხვრეტენ და ორგანოებს სწრაფად ამუშავებენ. მათ ძლიერი მომნელებელი სისტემა აქვთ და ეს საშუალებას აძლევთ უსაფრთხოდ გადაამუშავონ გაფუჭებული ხორცი, რაც უნდა ძველი იყოს. ისინი ინელებენ ყველაზე საშიშ ბაქტერიებსაც, რომელიც ცხოველის გახრწნის დროს ჩნდება. ჩამავალი მზე ფრინველებს აიძულებს გვამი მიატოვონ და ღამის გასათევად ხის კენწეროებისკენ გაფრინდნენ. სვავები დილითვე დაუბრუნდებიან თავიანთ ნადიმს. როგორც კი სავანაში დღის ცვლა სრულდება, ღამის ცვლა იკავებს ადგილს. დიდყურამელიების წყვილი საჭმლის საძებნელად გაემართა. მათ დღე მიწის ქვეშ გაატარეს. გრძელი ბეწვი მათ ხელს უწყობს ღამის სიგრილეში რომ ინადირონ. უნიკალურად ადაპტირებულები მსხვერპლს სიბნელეში ციოლად პოულობენ. ისინი უზარმაზარ ყურებს ატრიალებენ და ოდნავ მოძრაობასაც კი აფიქსირებენ თუნდაც მიწის ქვეშ. გაზაფხულსა და ზაფხულში მელიები ძირითადად ტერმიტებით იკვებებიან. მშრალ ზამთარში მწერების მიგნება უფრო რთულია, რადგან ისინი მიწის ქვეშ ღრმად ჩადიან. ამიტომ მელიები ჭიებითა და თაგვებით უნდა დაკმაყოფილდნენ. ადაპტირებული დიეტა მათ დაეხმარება მშრალ სეზონს გადაურჩნენ, ვიდრე წვიმა ტერმიტებს არ დააბრუნებს მიწის ზედაპირზე. მაგრამ მელიები ფრთხილად უნდა იყვნენ. ასეთ სიბნელეში სანადიროდ მათთან ერთად სხვა მტაცებლებიც გამოდიან. ხვადი ლომი ჟირაფის სუნს გრძნობს და პრაიდის დანარჩენ წევრებსაც ეძახის. ცხოველთა მეფე იულ საჭმელზე უარს არ ამბობს.
გზის ამოსვლისას სვავებს არასასურველი სანახაობა ხვდებათ. ლომების პრაიდი ისევ ნადიმობს. ოჯახი მხოლოდ ყოველ მესამე-მეოთხე დღეს იკვებება. ცნობილია, რომ ისინი ერთ ჭამაზე 50 კილოგრამ ხორცს ჭამენ. რადგან ზამთარი ბევრ სუსტ ცხოველს შეიწირავს, ლომებს შეეძლებათ ნაკლები ინადირონ და ნარჩენებით შეიქციონ თავი. ხვადი ბოკვერებთან ერთად გვამთან მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ბოკვერებს საჭმელი მამამ შესთავაზა, ისინი უფროს უნდა დაემორჩილონ და დაელოდონ. ხვადს არ უყვარს პრიზების გაზიარება. თვალყურის მადევნებელი სვავები მოთმინებით ელოდებიან. ვიდრე ლომები საჭმლის მოსანელებლად ისვენებენ, შანსი აქვთ ბედის სცადონ. მაგრამ ხიზლად უნდა იყვნენ. რადგან ლომები ჯერ არ დანაყრებულან და ჭამას რამდენიმე დღე გააგრძელებენ. მათი ბუნებაა თავიანთი საკვები დაიცვან. მაშინაც კი თუ თავად არ მოუკლავთ. ზამთარში ხორცის პატარა ნაჭერიც კი მნიშვნელოვანია.